დღეს იხსნება, როგორც უთხარით ჩვენს მაყურებელს, საქართველოს ეროვნულ არქივში რეტროსპექტივა ბატონი ელდარ შენგელაიას ფილმებისა. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი იმყოფება საქართველოს ეროვნულ არქივში და ჩაგვერთვება სწორედ ამ ადგილიდან. მოგესალმებით, ნინი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ნამდვილად ის ფილმები, რომლებსაც ჩვენი ტელემაყურებელი ეკრანზე თვალყურს ადევნებდა, ქართული კინოკლასიკის უნიკალურ შედევრებს წარმოადგენს. ელდარ შენგელაია ეს არის რეჟისორი, რომელმაც თავისი შემოქმედებით, სევდისა და იუმორის შერწყმით თითოეული მაყურებლის გულამდე მიაღწია. მე ახლა სწორედ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს სტუმრობ, სადაც ამ გენიალური რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება. შერეკილები, ცისფერი მთები, არაჩვეულებრივი გამოფენა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფილმების, რომლის ხილვასაც მაყურებელი ეროვნულ არქივში შეძლებს. დამეთანხმებით, რომ ეს ფილმები ყველასათვის საყვარელია და დღემდე გვახსოვს თითოეულ ჩვენგანს მისი ფრაზები და ხშირად შევეხუმრებით ხოლმე კიდეც ერთმანეთს ამ ფრაზებით. ჩემთან ერთად ახლა არის ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა სურაძე. ქალბატონო მანანა, მოგესალმებით. მოგვიყევით, რას იხილავს მაყურებელი ეროვნულ არქივში და ასევე რთულია, მაგრამ ბატონი ელდარის შესახებაც რომ გითხრათ, რა სიტყვებით? კინოცენტრის მიერ ბოლო წლების მანძილზე მიმდინარეობს პროგრამა, პროექტი არის ესეთი კინოკლასიკა, ქართული კინომემკვიდრეობა, რომლის ფარგლებშიც ბატონი ელდარ შენგელაიას ყველა ფილმი არის აღდგენილი და მე მოხარული ვარ, რომ მის სიცოცხლეში მოხდა. ამიტომ ნაჩვენები იქნება ფილმებზე ალბათ მოგვიანებით ვილაპარაკებ, მაგრამ ეს რეტროსპექტივა მიუხედავად იმისა, რომ ამ დარბაზში ეროვნულ არქივთან ერთად ძალიან ბევრი რეტროსპექტივა გვაქვს გაკეთებული მისი ფილმების სხვადასხვა რეტროსპექტივებში გვაქვს ნაჩვენები და ამ ჯერზე ეს რეტროსპექტივა ეძღვნება მის ხსოვნას. ყველა ვიცით, რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ გავიდა 40 დღე, რაც ბატონი ელდარი წავიდა და თითქოს ამითი ასლოვანი რაღაც ეპოქა დამთავრდა შენგელაიების ოჯახის, მამის და ორი ძმის, თითქოს ეს ცალკე ეპოქა დასრულდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალი ასწლეულები გაუძლებს ამ ოჯახის და ამ ადამიანების შემოქმედება და ეს რეტროსპექტივა ეძღვნება მის ხსოვნას. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მადლობის გადახდა ბატონი ელდარისთვის, მისი შემოქმედებისთვის და არა მხოლოდ ფილმებისთვის. იგი საკმაოდ აქტიური იყო კინოპროცესებში. მე შემიძლია აღნიშნო, რომ ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი იდეის ავტორი და დამფუძნებელიც ბატონი ელდარი იყო. ამიტომ ეს არის მადლიერების და მადლობის თქმა მის ხსოვნის მიწვევ რეტროსპექტივაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი მოვა, იმიტომ რომ ამ დარბაზში მის ფილმებზე მაყურებელი ყოველთვის სავსე იყო დარბაზი და არასოდეს არ ყოფილა ამის პრობლემა და კიდევ ერთხელ ნახავენ და ისიამოვნებენ. ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი ფილმები დაიწყება თეთრი ქარავანით, რომელიც მან თამაზ მელიავასთან ერთად გააკეთა. ეს მის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, იქნება არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, ცისფერი მთები, ასევე ბოლო პერიოდში გადაღებული მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მრავალჟამიერი. ასე რომ ველოდებით მაყურებელს და რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამ რეტროსპექტივას და კიდევ ბევრჯერ ექნება შესაძლებლობა მაყურებელს ამ დარბაზში მის ფილმების ნახვა, მაგრამ ამ ჯერზე მოდით ესე მივაგოთ, ეს გადავწყვეტეთ, რომ გადავუხადოთ მადლობა და მივაგოთ პატივი მის ხსოვნას. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთან ერთად ასევე არის ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი კაკაბაძე. ბატონო გიორგი, მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, რა მიზანს ემსახურება? ალბათ ელდარ შენგელაიას ხსოვნის უკვდავყოფას ხომ? მოგესალმებით, დიახ. ეს პროექტი თვითონაც გულისხმობს ქალბატონ მანანამაც ახსენა, რომ არის კინომემკვიდრეობის რესტავრაციის პროექტი, ეს უკვე წლებია მიმდინარეობს და ამ პროექტის ფარგლებში ხდება ქართული გამორჩეული რეჟისორების, გამორჩეული ქართული ფილმების ციფრული რესტავრაცია, იმიტომ რომ მოგვეხსენებათ ეს ყველაფერი 100 წლის განმავლობაში ხდებოდა ფილმების გადაღება, ეს ხდებოდა კინოფირზე და დღეს გვაქვს იმის ტექნიკური საშუალება და ფუფუნებაც, რომ ვთქვათ ეს ფილმები დაუბრუნოთ ეკრანს უკვე რესტავრირებული სახით, რადგან
ეს კინოფილმები წლების განმავლობაში რა თქმა უნდა განიცდის მთელ რიგ დაზიანებებს, ზოგი საჭიროებს ციფრულ ჩარევას და ყველაფრის გამოსწორებას, რასაც ჩვენ ეროვნული არქივი და ეროვნული კინოცენტრი წლების განმავლობაში ძალიან წარმატებულად ვახორციელებთ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ თქვა ჩვენ კინოთეატრზე, ან მხოლოდ საქართველოს მასშტაბზე. ეს ფილმები მოგზაურობს მთელ მსოფლიოში. თუნდაც რო ვახსენეთ, ეს ფილმი ელდარ შენგელაიას თამაზმელიევას თეთრი ქარავანი რამდენიმე წლის წინ იყო კან კლასიკის სექციაში და მსოფლიოში ძალიან ბევრი ფესტივალი თუ ინსტიტუცია ითხოვს ხოლმე ჩვენი კინომემკვიდრეობის ნიმუშებს და სწორედ ამ პროექტის მთავარი მიზანი არის, რომ არა მარტო ქართველ მაყურებელს ლოკალურად გავაცნოთ და ასე ვთქვათ შევახსენოთ ეს ფილმები და ვაჩვენოთ ახალი განახლებული ხარისხით, არამედ მთელ მსოფლიოს გაუზიაროთ ჩვენი კინომემკვიდრეობა, მათ შორის რა თქმა უნდა ელდარ შენგელაიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კინომემკვიდრეობაში და სწორედ ის ფილმები რაც გავა ამ რეტროსპექტივის ფარგლებში, აქედან 5 ფილმი არის ზუსტად რესტავრირებული ამ პროექტის ფარგლებში და ეს ფილმების ჩვენებები რა თქმა უნდა გაგრძელდება, რეტროსპექტივებიც გაგრძელდება, ფილმების რესტავრაციებიც გაგრძელდება და ეს არის ასე ვთქვათ უწყვეტი პროექტი, რომელიც ხორციელდება უკვე 6 თუ 7 წელია. ასე რომ ვფიქრობ, რომ არის ძალიან საინტერესო და საჭირო საქმე ჩვენი არა მარტო კინომემკვიდრეობის, ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის კუთხით. კი ბატონო და თქვენ მიერ ნახსენები ფილმი თეთრი ქარავანით გაიხსნება ხომ ეს რეტროსპექტივა და რამდენი დღის განმავლობაში შეიძლება მაყურებელს ამ ფილმების ნახვა? ეს იქნება 4 დღიანი რეტროსპექტივა, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი კვირა. სამუშაო დღეებში ცოტა არაკომფორტულია ხოლმე. თქვა და დავნიშნე თითო სეანსი საღამოს 7 საათზე, იქნება ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს იქნება უკვე შუადღის 3 საათზე და 5 საათზე ორ-ორი ფილმი გაიხსნება თეთრი ქარავანით, შენგელაიას და მელიავას ფილმით და დაიხურება მრავალჟამიერით კვირა დღეს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა რეტროსპექტივა და ყველა ღონისძიება, რომელიც ეროვნული არქივი მართავს ხოლმე ამ კინოდარბაზში, დასწრება არის აბსოლუტურად თავისუფალი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სურვილისამებრ მოვიდეს და დაესწროს ნამდვილად ამ საინტერესო და ძალიან კარგ კინოფილმების რეტროსპექტივას. დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს იუსტიციის ეროვნული არქივი გენიალური რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას 22 ოქტომბრამდე უმასპინძლებს. ძალიან დიდი მადლობა ნინი საინტერესო ჩართვისთვის.